კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძველი რომის გულში, იქ სადაც ისტორია და ლეგენდა ერთ მთლიან ამბად იქცევება. დღეს ჩვენ დროში უკან ბრუნდებით, რომ რომის ფორუმს გავეცნოთ. რომის საჯარო პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი დავათვალიეროთ. რომის ფორუმი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში და გახდა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, ადგილი, სადაც წყდებოდა იმპერიის ბედი. წარმოიდგინეთ, როგორ დადიხარ ამ ტერიტორიაზე მისი აყვავების პერიოდში, ტაძრებს, ბაზილიკებს და საზოგადოებრივ მოედნებს შორის. არქიტექტურულად ფორუმი იყო ნამდვილი საოცრება. აქ მდებარეობდა რომის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები. აღმოსავლეთით იდგა სატურნის ტაძარი, ერთ-ერთი უძველესი და წმინდა ადგილი, რომელიც რომის სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლო იყო. ახლოს მდებარეობდა ტიტუსის თაღი, რომელიც იმპერატორ ტიტუსის იუდეაში ომში გამარჯვებას აღნიშნავდა. ფორუმის ცენტრში კი იყო სენატის სახლი კურია, სადაც იმპერიის ბედი წყდებოდა. როსტრა, ორატორთა პლატფორმა, ადგილი იყო, სადაც პოლიტიკოსები ხალხს სიტყვით მიმართავდნენ. ვესტას ტაძარში კი მუდმივად ენთო წმინდა ცეცხლი, რომელსაც ვესტალები იცავდნენ. ეს იყო რომის სული და სახლი. მაგრამ ფორუმი მხოლოდ შენობების ერთობლიობა არ იყო. ეს იყო ქალაქის სიცოცხლე. აქ ხდებოდა სასამართლო პროცესები, ვაჭრობა, საჯარო გამოსვლები და ყოველდღიური ცხოვრება. დღეს როცა ამ ნანგრევებში დავდივართ, თითქოს ისევ გვესმის რომაელების ხმა, პოლიტიკა, ვაჭრობა, რიტუალები. ეს ადგილი იყო სოციალური ცხოვრების ნამდვილი კერა, ცოცხალი, ხმაურიანი და ძლიერი. დღეს რომის ფორუმი რჩება რომის დიდებული წარსულის სიმბოლოდ. მილიონობით ადამიანი მიდის მის სანახავად და ცდილობს წარმოიდგინოს ის ძალა, რაც აქ ოდესღაც იყო. ეს არ არის უბრალოდ ნანგრევები, არამედ ცოცხალი ისტორიაა. ძველ რომში ეს ტერიტორია იყო ჭაობიანი ვაკე, რომელიც გარშემორტყმული იყო რომის 4 მთავარი გორით: კაპიტოლიუმი, პალატინი, ესკვილინი და კვირინალი. ეს ტერიტორია დაავადებების და მალარიის კერა იყო, სანამ რომაელებმა მისი დაშრობა არ დაიწყეს. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში მეფე ტარკვინიუს პრისკუსის დროს დაიწყო დიდი სამუშაოები და აშენდა კლოაკა მაქსიმა, უძველესი საკანალიზაციო სისტემა. ამის შემდეგ აქ შეიქმნა რომის ფორუმი, ადგილი, სადაც ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი გზა იკვეთებოდა. აქედან იწყებოდა რომის იმპერიის გზებიც. ფორუმი იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ყველაფერი: პოლიტიკა, სასამართლო, ვაჭრობა, დღესასწაულები. აქ გაიმართა საბინელი ქალების მოტაცება, აქ კრემაციას უკეთებდნენ იულიუს კეისარს, აქვე მოხდა რომელუსის ლეგენდარული გაუჩინარება. ფორუმი იყო ადგილი, სადაც ისტორია რეალურად იქმნებოდა. სატურნის ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, რომელშიც სახელმწიფო ხაზინა იყო რომის. სატურნალია იყო დღესასწაული, როცა წესები დროებით ირღვეოდა, მონები და ბატონები ადგილებს ცვლიდნენ. ეს იყო თავისუფლების და ქაოსის კვირა. როსტრაზე იდგნენ ორატორები. ციცერონი ამბობდა თავის ცნობილ სიტყვებს კატილინას წინააღმდეგ. ასევე ანტონიუსმა ხალხს კეისრის სისხლიანი ტო გააჩვენა. ეს იყო ადგილი, სადაც სიტყვა შეეძლო იმპერიის შეცვლა. ასევე მცირე უბრალო ქვის მონუმენტი, რომის სამყაროს ცენტრი, რომაელებს ჯეროდათ, რომ აქ იწყებოდა მთელი მათი იმპერია. ეს იყო მათი ნულოვანი კილომეტრი. ეს არის სევერიუსის თაღი. სევერიუსის თაღი, გამარჯვების მონუმენტი. აქ აღბეჭდილია ომები, იმპერატორის დიდება და მისი ოჯახის ტრაგედია. კარაკალამ მისი ძმა დეტა მოკლა და მისი სახელი წაშალა ისტორიიდან. ეს არის მეხსიერების განადგურება. კურია, სენატის სახლი. ადგილი, სადაც იმპერია იკრიბებოდა, წყდებოდა ომები, კანონები, იმპერიის ბედი. აქ მოკლეს იულიუს კეისარი. მისი სიკვდილი გახდა რესპუბლიკის დასასრული. იულიუს კეისარის ტაძარში კეისრის კრემაცია მოხდა. ხალხმა გადაწყვიტა მისი სხეული ქალაქის შუაგულში დაეწვათ, რაც პოლიტიკურ ამბოხად გადაიქცა. ეს იყო მომენტი, როცა რესპუბლიკა რეალურად დასრულდა. ფორუმი დღეს მხოლოდ ნანგრევებია, მაგრამ ეს ნანგრევები საუბრობენ. აქ ჯერ კიდევ ისმის პოლიტიკოსების ხმა, ხალხის ხმაური, იმპერიის ნაბიჯები. რომის ფორუმი არ არის სასწაული. ის არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს და ჩვენ აქ ვართ, რათა ეს ისტორია გავიკონოთ. დღეს როცა რომის ფორუმში ჩადიხარ, შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომ სინამდვილეში შენი თანამედროვე რომის დონეზე რამდენიმე მეტრით დაბლად გახარ. ძველ რომში ეს ადგილი ქალაქის ბუნებრივ ცენტრს წარმოადგენდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. რომის დაცემის შემდეგ ფორუმი ნელ-ნელა მიატოვეს. ტაძრები ინგრეოდა, მიწისძვრები და ხანძრები ნანგრევებს აკრიდა ერთმანეთს, ხოლო წვიმა და დრო ამ ყველაფერს მიწით ფარავდა. საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებზე ახალი ფენა გროვდებოდა: მიწა, მტვერი, ჩამოსილი ქვები, ბალახი. შუა საუკუნეებში ფორუმი იმდენად იყო დაფარული, რომ მას ძროხების ველს ეძახდნენ. აქ აღარ ტარდებოდა სენატის ხდომები, აღარ ისმოდა ორატორების ხმა. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც იმპერატორები დადიოდნენ, ახლა პირუტყვი იწოვდა. თანამედროვე რომის დონე ნელ-ნელა მაღლა ავიდა, ხოლო ძველი ქალაქი მიწის ქვეშ დარჩა. ზოგიერთ ადგილას დღევანდელი ქუჩები ანტიკური რომის დონეზე თითქმის 8 მეტრით მაღლაა. ამიტომ, როდესაც დღეს ფორუმში შევდივართ, რეალურად ძველი ქალაქის სიღრმეში ვეშვებით, თითქოს ისტორიის ქვედა ფენებში ჩავდივართ. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ძველი შენობა სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ მიწამ დაფარა. ზოგი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში მთლიანად მიწის ქვეშ იყო მოქცეული.
რენესანსის ეპოქაში, როცა ახალ რომს აშენებდნენ, ფორუმი უზარმაზარი ქვის კარიერად გადააქციეს. კოლიზეუმიდან, პალატინიდან, ფორუმიდან მარმარილო გაქონდათ, ახალი სასახლეების ასაშენებლად, ასევე ეკლესიების. ბევრი ქვა, რომელსაც დღეს ვატიკანში ხედავთ, ოდესღაც სწორედ იქ იდგა. შემდეგ კი დაიწყო არქეოლოგია. მე-19 საუკუნეში პირველი დიდი გათხრები ჩატარდა და ნელ-ნელა მიწის ქვეშ დამალული ქალაქი ისევ გამოჩნდა. რაც დღეს ჩანს, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რომისა, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ცენტრი იყო. ფორუმში სეირნობისას რეალურად ორ ქალაქში ერთდროულად მოძრაობთ. ზემოთ თანამედროვე რომია, ქვემოთ იმპერიის ჩუმი ჩრდილი. ეს ის ადგილია, სადაც ლეგენდა და ისტორია ერთმანეთს ესმის. ეს არის პალატინის გორა, ადგილი, სადაც რომის ისტორია დაიწყო. ძველი რომაული ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ გაიზარდნენ ტყუპი-ძმები რომელუსი და რემუსი, რომლებიც მგელმა გამოკვება. სწორედ ამ გორაზე იბრძოლეს მათ ქალაქის დაარსების უფლებისთვის. გამარჯვებული რომელუსი გახდათ და აქედან დაიწყო იმ ცივილიზაციის აღმასვლა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მაგრამ პალატინის გორა მხოლოდ მითების ადგილი არ ყოფილა. დროთა განმავლობაში გადაიქცა რომის ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ ნაწილად, იმპერატორების სახლად და ძალაუფლების ცენტრად. აქ იდგა ავგუსტუსის, ტიბერიუსისა და დომიციანეს გრანდიოზული სასახლეები, რომლებიც მარმარილოთი, ოქროთი შადრევნებით და ფრესკებით იყო მორთული. სწორედ აქედან იმართებოდა უზარმაზარი რომის იმპერია. არქეოლოგები დღემდე ფიქრობენ, რომ ამ ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. მიწისქვეშა დერეფნები, უძველესი ოთახები და იმ ცივილიზაციის კვალი, რომლებიც რომამდე არსებობდა. სინამდვილეში პალატინის გორა რომის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ადგილია. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ძველ დროში ქვემოთ მდებარე რომის ფორუმი რამდენიმე მეტრით დაბლა არ იყო. როგორც დღეს ჩანს, საუკუნეების განმავლობაში მდინარე ტიბრის ადიდებებმა, ხანძრებმა, მიწისძვრებმა და დანგრეულმა შენობებმა ძველი რომი მიწისა და ნანგრევების ქვეშ დამალა. ამიტომ დღეს ფორუმი თითქოს ჩაძირული ჩანს, თითქოს დაკარგული ქალაქია, რომელიც დროის ქვეშ გაიყინა. მაგრამ როგორც ყველა დიდი იმპერია, რომელსაც დაადგა დაცემის დრო, სასახლეები დაინგრა, იმპერატორები ისტორიად იხსნენ და გორა, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს მართავდა, ნელ-ნელა სიჩუმე მოიცვა. დღეს პალატინის გორა კვლავ დგას როგორც უძველესი ისტორიის ცოცხალი მოწმე, ადგილი, სადაც დაიბადა ლეგენდები, დადიოდნენ იმპერატორები და სადაც ძველი რომის ხმა დღემდე ქვებს შორის ჭურჭულებს. გორიდან მოჩანს კოლიზეუმი, რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, ხოლო ქვემოთ გადაშლილია რომის ფორუმი, ადგილი, სადაც ოდესღაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი. პალატინის გორიდან მთლიანად ჩანს ფორუმი. იმპერატორები ზემოდან უყურებდნენ ქალაქს, პოლიტიკას, სასამართლოებს, ხალხს. ეს შემთხვევითი არ იყო, ეს იყო ძალაუფლების არქიტექტურა. ქალაქი ქვემოთ ცხოვრობდა, იმპერატორი ზემოთ. სწორედ სიტყვა პალატიუმიდან გაჩნდა, შემდეგ ევროპულ ენებში სიტყვა სასახლე, პალაის, პალაციო, ანუ მსოფლიოს თითქმის ყველა პალასი სინამდვილეში ამ გორის სახელიდან მოდის. დღეს ფორუმს ნაცრისფერ ნანგრევებად ხედავთ, მაგრამ ძველ რომში ყველაფერი ფერადი იყო. ტაძრები თეთრი მარმარილოთი ბრწყინავდა, ქანდაკებები მოხატული იყო, ბრინჯაო მზეზე ანათებდა, ზოგი სახურავი ოქროს ფრადაც კი ელავდა. უფრო გავდა ცოცხალ მდიდრულ ქალაქს, ვიდრე ანტიკურ ნანგრევებს, როგორადაც დღეს წარმოგვიდგენია. კოლიზეუმის აშენებამდე გლადიატორული ბრძოლები ხშირად სწორედ ფორუმში ტარდებოდა. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც დღეს ტურისტები სურათებს იღებენ, ოდესაც სისხლით იფარებოდა. რომაელებისთვის სიკვდილი და სანახაობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ვესტას ტაძარში ცხოვრობდნენ ვესტალები, ქალები, რომლებიც წმინდა ცეცხლს იცავდნენ. მათ უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდათ. ისინი თავისუფლდებოდნენ კანონების დიდი ნაწილისგან, შეეძლოთ პატიმრის შეწყალებაც კი თუ მას შემთხვევით შეხვდებოდნენ, მაგრამ არსებობდა ერთი საშინელი წესი. თუ ვესტალი აღთმას დაარღვევდა, მას ცოცხლად მარხავდნენ. რომაელები ფიქრობდნენ, რომ როცა რომაელი გენერალი დიდ გამარჯვებას მოიპოვებდა, ქალაქში ტრიუმფით შედიოდა. ის ფორუმს კვეთდა ოქროს ეტლით, მის უკან მიჰყვებოდა ტყვეები, განძი, ომში მოპოვებული სიმდიდრე, მაგრამ იმპერატორის უკან იდგა მონა, რომელიც ჩუმად ეუბნებოდა. გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ. რომაელებს ჯეროდათ, რომ ზედმეტი დიდება ადამიანს ანადგურებდა. ბევრი წარმართული ტაძარი მოგვიანებით ეკლესიებად გადააკეთეს, სწორედ ამიტომ გადარჩა ზოგი ნაგებობა. რომის ფორუმში დღემდე დგას ეკლესიები, რომლებიც ანტიკური ტაძრების ქვებზეა აგებული. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს ორი სამყარო, წარმართული რომი და ქრისტიანული რომი. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ვერც კი ხვდებოდნენ, რამდენად დიდი ქალაქი იყო მიწის ქვეშ. ზოგიერთი შუა საუკუნეების სახლი პირდაპირ ანტიკური ტაძრების სახურავზე იდგა. ხალხი ყოველდღე დადიოდა ისტორიაზე, ისე რომ არც იცოდა. ვესტას ცეცხლის ჩაქრობა თავად რომის დაღუპვას ნიშნავდა. და როცა არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მთელი ქალაქი უბრალოდ მიწის ქვეშ იყო დამარხული. წარმოიდგინეთ, ფორუმის ხმაურიდან რამდენიმე მეტრში იმპერატორის საკუთარ სამოთხეში ცხოვრობდა. რომი უნიკალური არადან ახალი ქალაქი პირდაპირ ძველზე აშენდა. ქვემოთ ანტიკური რომია, მას ზემოთ შუა საუკუნეები, კიდევ ზემოთ რენესანსი და ბოლოს თანამედროვე ქალაქი. ამიტომ რომში სეირნობისას რეალურად სხვადასხვა ეპოქაში ერთდროულად დადიოდა.